მოგესალმებით, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია მარიკა ჯანენიძე, ლისი ვაინის თანადამფუძნებელი. მოგესალმებით მარიკა და დიდი მადლობა ამ თქვენს არაჩვეულებრივ სივრცეში მას მეძღობისთვის. მე პირველად გესტუმრეთ და ახდოვანებული ვარ გულწრფელად თქვენი სივრცით. მადლობა რომ დაინტერესდით და მოხვედით აი ესეთი საინტერესო ადგილის გადასაღებად. მარიკა, სულ თავიდან უნდა დავიწყოთ ბანალურად და ტრადიციულად დაბადების ისტორია მოგვიყევებით. ჩვენ მაყურებელს თქვენს მეუღლესაც გავაცნობთ, რომელიც ასევე დამფუძნებელია და ეს რაღაცა ერთგვარად ოჯახური ბიზნესი ჩამოაყალიბეთ. როგორ დაიბადა იდეა და რა იყო მთავარი мотиваცია? იდეა დაიბადა დაახლოებით 6 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოგზაურობდით იმერეთის ერთ-ერთ სოფელში და აღმოაჩინეთ ეს 200 წლის ულამაზესი ოდა სახლი, რომელიც იყიდებოდა. იყიდებოდა მხოლოდ სახლი. ჩვენ და გასაკვირად შევიძინეთ, ოღონდ მაშინ მიზანი და მიზეზი რატომ შევიძინეთ, ჯერ არ ვიცოდით. და შემდეგ უკვე ჩემი მეუღლე დაახლოებით რამოდენიმე წლის შემდეგ დაინტერესდა მეღვინეობით და დაიწყო საფუძვლიანად მეღვინეობის შესწავლა. ბოლოს იქამდე მივედით, რომ ეს ჩვენი ოდა ლისის ტბასთან გადმოვიტანეთ იმერეთიდან, დავშალეთ თითოეული დეტალი. დიდი სიყვარულით გადმოვიტანთ, რომ სწორედ ის ემოცია ქონოდა აქ მოსულ სტუმარს, რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ. იმდენად დიდი ემოცია ქონდა ამ 200 წლის ოდას, რომელიც ეულად იდგა იქ სოფელში მარტო, რომ აქაც გვინდოდა, რომ ჩვენ სტუმარს ზუსტად ის ემოცია დაუფლებოდა და გაცნობოდა ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვან ელემენტს. ეს ისოდა, წეღან რომ შევიჭრიდე სავარაუდოდ. ეს ისოდა. სუნიც კი ისეთი ძალიან ნოსტალგიური დგას და ინტერიერის არაჩვეულებრივია. თავიდან რითი დაიწყეთ? პირველი ნაბიჯები რა იყო? გარდა იმისა, რომ იმერეთიდან ოდა ჩამოიტანეთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ესეც საინტერესოა, რატომ არჩიეთ ეს ადგილი? რა იყო მთავარი განზრახვა ამ დროს? პირველი ეს ადგილი იმიტომ ავარჩიეთ, რომ ყოფილიყო თბილისთან ახლოს გვინდოდა. ესე იგი მეღვინეობა, რესტორანი და ეს მთელი ქართული ჩვენი კულტურა ყოფილიყო თბილისთან ახლოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც ტურისტები ჩამოდიან, უწევთ ცოტა შორ მანძილზე წასვლა, რომ ეზიარონ ქართული კულტურის ასეთ მნიშვნელოვან დანატოვარს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს ყოფილიყო თბილისთან ახლოს. სწორედ ლისის ტბა აღმოჩნდა ეს ადგილი. გადავწყვიტეთ, რომ აქ აგვეშენებინა ჩვენი მარანი, სადაც უკვე ვაწარმოებთ ღვინოს როგორც ქვევრში, ასევე კლასიკური წესით და თავისთავად აქ მოსული სტუმრისთვის აუცილებელი იყო ქართული სამზარეულოც და ყველაფერი ერთად მოვაქციოთ უკვე ლისის ტბასთან. მაყურებლისთვის თვალსაჩინო რომ იყოს ვახსენებ, რომ თქვენ გაქვთ აქ მარანი, სარესტორნო სივრცე და ასევე სივრცე ღონისძიებებისთვის. თავდაპირველ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევად რა ითვლებოდა თქვენი თვალთახედვით, მაშინ როცა იწყებდით ყველაზე დიდი გამოწვევად რას მიიჩნევდით იმ ეტაპზე? როდესაც ვიწყებდით, ყველაფერი რთული იყო, გვეჩვენებოდა, რომ აქამდე ძალიან რთულად მოვიდოდით, მაგრამ 6 წელი მართლა თავდაუზო გავიშრომით. ყველა დეტალი ჩვენი ხელით ვაკეთეთ. რაც შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმ დროს და ძალიან დიდ სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ არ ვიცოდით აქამდე თუ მოვიდოდით საერთოდ. ბევრჯერ გვიფიქრია, რომ მოდი ხوار დავანებოთ თავი და აი აქ გავაჩეროთ, გავჩერდეთ, საკმარისია. მაგრამ საერთოდ ძალისხმევით შევძელით ის რომ მოვსულიყავით იქ, სადაც ეხლა ვართ და როდესაც შემოვდივართ ხოლმე ამ სივრცეში, არც გვჯერა, რომ ჩვენი გაკეთებულია. კი, ჩვენ კაცის მიღმას ვისაუბრეთ, რომ თითო დეტალი თქვენი დიზაინით არის შერჩეული და გაკეთებული. დღეს რამდენი ადამიანია თქვენს სივრცეში დასაქმებული? დაახლოებით 12 ადამიანია ეხლა დასაქმებული. ძირითადი ჩვენი მიზანი ეს არის, რომ სამზარეულო იყოს დატვირთული და აქ მოხდეს სრულად კადრების ისე შერჩევა, რომ აქ მოსულმა სტუმარმა იგრძნოს ის ქართული გემოები, რაც ადრე იყო ბებოსეული გემოები და რა თქმა უნდა, არა მარტო ბებოსეული, აქ მნიშვნელოვანია, რომ ყოფილიყო თანამედროვე ელემენტების შერწყმა. ან ჩვენი სამზარეულო არა მარტო ესეთი ძველებური ტრადიცია, არამედ ცოტა გათანამედროვებული და საინტერესო. გამოხმაურება, როგორც ადგილობრივების და ქართველების, ისე ვთქვათ, უცხოელი სტუმრების, რა მოსწონთ ყველაზე მეტად აქ მოსულ სტუმრებს?
პირველი ემოცია, რატომღაც, როდესაც აქ მოდიან ხოლმე, ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქ მოხვდებიან და ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე, აბა რა ემოციით შემოვა სტუმარი და აი პირველი აქ რომ ვა, ეს ადგილი რატო არ ვიცოდი აქამდე. მეც ეს რეაქცია მქონდა ზუსტად. და ეს არის ძალიან სასიამოვნო და შემდეგ უკვე ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ ჩვენთვის ის არის, რომ აქ მოსული სტუმარი ყოველთვის უზიარებს თავის ემოციას, თავის მეგობარს და ბევრი გვიბრუნდება უკვე რეკომენდაციით და აი სწორედ ამითი ხდება ნელ-ნელა ლისივაინი ცნობადი, რომ ემოცია მიაქვთ აქედან აქ მოსულ ხალხს ეს არის თქვენი მთავარი მარკეტინგული სვლა, ასე რომ ვთქვათ, რომ სიტყვიერად გადაეცემათ ადამიანებს, ვთქვათ, კმაყოფილება თუ ვთქვათ, რაღაც სხვა მარკეტინგულ არხებს და საშუალებებსაც იღენებთ. კი, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად ვართ. ვცდილობთ, რომ ვიყოთ უფრო ოჯახური რესტორანი და არა ის ტრადიციული რესტორანი, რომელიც ბევრია ჩვენთან, ამიტომ ცოტა შევცვალოთ მიდგომა და დამფუძნებლებიც გამოჩნდნენ ვინ არიან რესტორნის და აი ცოტა ვაჩვენოთ ჩვენი სხვა სახეც. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მუშაობს. ესე წარმომიდგენია, რომ ზოგჯერ თავადაც გაქვთ პირდაპირი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ეგ აუცილებელია, ყველა მომხმარებელთან გვაქვს თავად პირადი კომუნიკაცია. მაგიდებს თავად. კი, მომსახურები ვარ და ძალიან რთულია. დასაწყისისთვის ძალიან რთულია თუ გამოუცდელი ხარ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სფეროში გამოცდილება არ გქონდა, სულ სხვა სფეროს წარმომადგენლები ვიყავით. რა სფეროდან დაიწყეთ? მე ვარ პროფესიით ექიმი. საინტერესო. კი, მე უკვე ფარმაცევტული კომპანია ბიზნესი გვაქვს ჩვენი ასევე პარალელურად ამისი და ეხა უკვე დავიწყეთ სულ სხვა სფერო ნულიდან ვიწყებთ, ვსწავლობთ და ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ კი უნებლიე შეცდომები მოგდის ხოლმე, მაგრამ აქ მოსული სტუმარი იმხელა ემოციას განიცდის, რომ რაღაც აი სულ ვცდილობთ რომ мотиваცია მოგცეს. ემოციები დაგავსოთ თქვენს. თქვენი მეუღლე რა პროფესიის არის? ჩემი მეუღლის პირველი პროფესია ეს არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, შემდეგ უკვე გადავიდა ბიზნესში. ძალიან საინტერესოა. თქვენ და თქვენმა მეუღლემაც ალბათ ერთმანეთი ამ სფეროდან გაიცანით ასე და საერთო კავშირები გვაქვს სამედიცინოდან. რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე, რა ის მიმართულებითაც ჯერ კიდევ გადალახვის ეტაპზე ხართ და თვლით რომ ჯერ კიდევ არ დაძლეულა ეს პრობლემა? სირთულე ეხა უკვე უფრო ნაკლებად მეჩვენება რაღაც ვიდრე თავიდან, როცა დავიწყეთ, მართლა ძალიან რთული იყო ყველაფერი, თუმცა უკვე რომ ნელ-ნელა რაღაც იკრებს ლისივაინი თავის ძალას, ვფიქრობ რომ ისეთი სირთულე რომელიც დაუძლებელია, არ მეჩვენება არაფერი. არის რაიმე ისეთი ვთქვათ, ახლა რომ იწყებდეთ, შეცვლიდით და სხვანაირად გააკეთებდით? ძალიან კარგი შეკითხვა, აი ბევრჯერ მიფიქრია ეგ ჩემ თავთან, მაგრამ იმდენად აი ის გამოვიდა, რაც ქონდა ჩაფიქრებული, რომ არაფერს არ შევცვლიდით. ანუ ეს იყო, რაც გვინდოდა. ეს გამოვიდა, რაც გვინდოდა. კი, ნამდვილად. საწყის კაპიტალზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია კონკრეტულ ციფრებზე არ ვისაუბროთ, ასაკურველია, მაგრამ საწყისი კაპიტალი სრულად ოჯახის დანაზოგი იყო და ასე შეუდექით, თუ იყო თქვა სხვა მხრიდან ხელშეწყობები? საწყისი კაპიტალი და პირველი ბიძგი ეს იყო, ავიღეთ გრანტი დაფინანსება და რა თქმა უნდა ეს იყო ის რისკი, რამაც შეგვაძლებინა ეს, თუმცა ის რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო და უკვე ჩვენი ძალებით შევძელით რომ დაგვემატებინა ჩვენი ძალები, ჩვენი რესურსები, ჩვენი დანაზოგით და უკვე საერთოდ ერთობლივად შევძელით რომ შეგვექმნა ეს კაპიტალი. ასევე ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, ზუსტად რომ ჩავშალოთ, რა ტიპის მომსახურებებს თავაზობთ აქ მოსულ სტუმრებს? ჩვენი სივრცე ღია როგორც ყოველდღიური სტუმრებისთვის, აქ შეუძლია მოვიდნენ მიირთვან გემრიელი ქართული კერძები, რა თქმა უნდა, ღვინო დააგემონონ, ასევე აქ არის სადღესასწაულო სივრცე, სადაც ვთავაზობთ ქორწილის, დაბადების დღის, ნათლობის, სხვადასხვა კორპორატიული წვეულების მომსახურებობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გვაქვს მარანი ქვევრებით და ღვინის ტურის ორგანიზება შეგვიძლია სრულად და რაც მთავარია მასტერკლასები. ასევე ეს 200 წლის ოდა, რომელიც ასე დიდი სიყვარულით ვახსენებ ხოლმე, ერთ-ერთი ჩვენი მარგალიტია, იმიტომ რომ აქ მოსული სტუმრებისთვის პირველი ემოცია ეს არის ვა ბებოს სახლი. და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ შემდეგ უკვე ეს ემოცია იბადება მათ შეს ბავშვობის ემოცია, რომელიც ასე ძვირფასია და შემდეგ უკვე ვამართლებთ ქართული კერძებით. ვაგვირგვინებთ ქართული კერძებით. ახლა მე გადავინაცვლო
გადავინაცვლებთ თქვენს მეუღლესთან და თითოეულ ამ სივრცეს მაყურებელთან ერთად დავათვალიერებთ. ძალიან საინტერესოდ მოგიყვებათ ყველაფერს. გადავინაცვლებთ მაშინ თქვენს მეუღლესთან. ახლა გადმოვინაცვლეთ მთავარ სივრცეში ბატონო ილია მესხიშვილი მოგიყვება მარნის ამბებს და ღვინის ამბებს. მოგესალმებით, მადლობა თქვენც რომ ხართ ჩემთან ერთად. საინტერესო ამბავი არის აქ. აქედან დაიწყო ყველაფერი. მოგვიყევით ძირითადი ნიშა ღვინის მიმართულებით, რომელიც თქვენ გაქვთ. საინტერესოა, მეტწილად მოტივირებული ხართ ძველი ტრადიციების გაგრძელებაზე თუ რაღაც ახალი და ინოვაცია შეგაქვთ თქვენს ღვინოებში? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით და დაინტერესეთ ჩვენი ისტორიით. პირველ რიგში მოგიყვებით, როგორ დავიწყე საერთოდ ღვინის წარმოება და ღვინოში ესე ვთქვათ გადმორთვა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის უკვე. 2018 წელი იყო, როდესაც უცებ დავინტერესდი ღვინის წარმოებით, არ ვიცი ალბათ ეს უფრო თავად ხართ ალბათ ღვინის მოყვარული. მოყვარული ვარ, დამატებით კიდე მამაჩემს ოჯახში ყველა ქართულ ოჯახს აქვს თავისი ღვინო, ესე ვთქვა და მამაჩემს უეხმარებოდი ამ ღვინის წარმოებაში, გაკეთებაში და აქედან დაიწყო ისტორია, მაგრამ გარდა მამაჩემისა, ჩემი ბაბუების და დიდი ბაბუების სულ ყველა მეღვინეები იყვნენ და მოკლედ არ ვიცი, უცებ გაიღვიძა ესე. 2018-ში დავინტერესდი და რაც კი უცებ შევედი კურსებზე ღვინის წარმოების. გავიარე კურსები და ისე გაიარა ამ კურსებმა ერთ ამოსუნთქვაში, რომ მე გადავწყვიტე რომ უფრო სრულფასოვანი ღვინის ტექნოლოგია შემესწავლა, დეგუსტაცია შემესწავლა და დღეს უკვე ვარ სერტიფიცირებული ღვინის დეგუსტატორი, ასევე ღვინის ტექნოლოგი. საინტერესო იქნება აქვე კითხვა საყვარელი ღვინო თუ გაქვთ. ძალიან რთული კითხვა. ესეთი კითხვა, როგორც აი დედა უფრო გიყვარს თუ მამა. ძალიან რთულია ეგ. მაგაზე ვერ მიპასუხებთ. ხო, მაგრამ მიყვარს ჩემი ვენახის კონკრეტულად ჩემი კახეთში, რომელიც ისტორიულად გადმომეცა, ასე ვთქვათ, ბაბუის შექმნილი ვენახი 1992 წელს გაშენებული, რომელსაც დღესაც უვლი და ვცდილობ რომ და იძლევა რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის ყურძენს და შესაბამისად გვაქვს ძალიან კარგი კახური ჯიში ქაცი. ოჯახური საგანძური გაქვთ ფაქტობრივად. და ეს ადგილის მგონია რომ ოჯახურ საგანძურად დარჩება. ფიქრობ რომ აი ეს უკვე ის ტრადიცია რაც ქვევს აქვს და რაც ქართულია და საქართველოს მემკვიდრეობა ეს რომელიც 8000 წლის წინ ჩვენმა წინაპარმა დაიწყო ამის გაგრძელება ძალიან დიდი პატივია ქვევში ღვინის დაყენება ძალიან პოპულარული ხდება საქართველოში დღესაც და ვფიქრობ რომ ბევრი ახალგაზრდა მეღვინეა ვინც ამას უკვე მისდევს და ძალიან მოხარული ვარ ჩვენ ასე რომ ვთქვათ ერთმანეთი სხვა მეღვინეებთან ერთად ვდგავართ ერთად უწყობთ ხელს და ერთმანეთს უზიარებთ ამ აზრებს და ეს ძალიან დიდი ძირითადად კლასიკური გემოებისკენ გაქვთ მიმართულება აღებული თუ გაქვთ რაღაც აი მე გეტყვით არომატები და ნოტები განსხვავებული ძირითადად წამყვანი მაინც ქვევრის ღვინო გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა რა თქმა უნდა კლასიკური წარმოების ღვინოზეც არის, როგორც ექსპორტზე, ასევე ჩვენთან ბაზარზე და თუნდაც ჩვენ რესტორანშიც მაინც უყვართ კლასიკური ღვინო, მაგრამ ქვევრის მოყვარულები ძალიან მომრავლდა და უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ექსპორტი არის ავსტრალია, სადაც ღვინო გავიტანეთ, კი, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ამისთვის, მაგრამ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა? ძალიან წარმატებულია, მინდა ვთქვა, რომ იქაური მეღვინეები, ესე ვთქვათ, ავსტრალია ესეთი ცნობილი არის ღვინის წარმოებაში, გვითვლიან, რომ თქვენი ქვევრის ღვინო არის ერთ-ერთი საგანძური და ახალი მიმართულება და ძალიან პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ჩვენი ღვინო, არამედ სხვა მეღვინეების ღვინო, რომელიც გავიდა ავსტრალიაში. ეს ქვევრის ღვინო, ქარვის ფერი, რომელიც ასე თუ ისე ბაზარზე ტრენდული გახდა ბოლო პერიოდში და იმედი მაქვს, რომ საქართველოში წარმოებული ქვევრის ღვინო იქნება სულ მალე უფრო პოპულარული მთელს ევროპაში. ბატონო ილია, ძალიან საინტერესოა, მინდა გაქვთ ამ მხრივ უკვე ფაქტობრივად მრავალწლიანი გამოცდილება. რა ტიპის შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს მაშინ, როდესაც ღვინოს ეხება საქმე? რა თქმა უნდა, ხარისხში არ უნდა დაუშვათ შეცდომა და ანუ ის რომ მაღალი ხარისხის ყურძენი, მაღალშაქრიანი ყურძენი და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ნაკლები ჩარევით ვენახის მოვლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. დაწყებული დაკრეფიდან დამთავრებული ქვევში ჩაწურვით თუ არა მარტო ქვევში ჩაწურვით, უნდა იყოს ყველა პროცესი დაცული თავის ფარგლებში, რომელიცაც საჭიროა ღვინის წარმოებისთვის.
აი ჩვეულებრივმა მომხმარებელმა დილეტანტმა შეიძლება პირველად როცა ჭიქას მოგაწოდებენ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და აი პირველი ეტაპი რითაც შეიძლება რომ მომხმარებელმა შეაფასოს. პირველი რა თქმა უნდა, აი პირველი რა თქმა უნდა როგორც კერძებში არის რა, თვალი ჭამს, ხო? პირველი ფერია. აი პირველი. და რა ფერი უნდა იყოს? კარგი. ეს გემოვნების ამბავია. მე ჩემს შემთხვევაში მიყვარს ძალიან ქავრის ფერი მაგალითად, მაგრამ არის კლასიკურ ღვინოს თეთრი ფერისა ძალიან უხდება. ღია ჩალის ფერი მაგალითად. თავარია რომ უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს არ უნდა იყოს შებურული, უნდა იყოს გამჭვირვალე ღვინო და უნდა მოგეწონოს ფერზე. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი ყველამ კარგად იცის რომ გემო და ეს უკვე ინდივიდუალური. არომატები პირველ რიგში, რამდენად შეეფერება იმ ჯიშურ არომატებს კონკრეტული სახეობა, ვადარებ და მე უკვე გემოზე ვაგემონებთ რამდენად ხანგრძლივი აქვს ეს გემო თუ ასე ვთქვათ ხანმოკლე. ამ ჟავიანობა როგორი აქვს. დავაგემოვნებთ აუცილებლად. აუცილებლად თქვენს ღვინოს და მეც შევებურა ჩემიბაზე. ჩაწერის შემდეგ არ თუნდაც ეთერში შეგვიძლია დავაგემოვნოთ. ახლა ერთი საინტერესო სივრცე გველოდება ჩვენ კიდევ ზევით, რომელიც ღონისძიებების სივრცეს მოიცავს, რომელიც საკმაოდ დატვირთულია ასევე თქვენთან რამდენადაც ვიცი. დიახ, მინდა ვთქვა რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა რა თქმა უნდა დიდი ნათლობები, ქორწილები, ეგრეთ წოდებული team building-ებს რო ეძახით. გადავინაცვლოთ ზედა სივრცეში და იქაც დავათვალიეროთ. დიდი სიამოვნებით, ამოვძანდით. გადმოვინაცვლოთ ღონისძიებების სივრცეში და ისევ თქვენთან დავბრუნდი. საინტერესო აშკარად თამბეჭდავია გარემო რასაკვირველია, მაგრამ რა მომსახურებებს თავაზობთ მომხმარებლებს ივენთების და ღონისძიებების მიმართულებით ეს რომ ამიყვეთ. ესე იგი ამ სივრცეში შესაძლებელია როგორც ქორწილის სრულად ორგანიზება თავისი ხელმოწერით, ხელმოწერა ხდება ხოლმე გარე სივრცეში და ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე ამ სივრცეში ხდება ვახშმის მირთმევა, ასევე დაბადების დღე, კორპორატიული წვეულება, რაც მნიშვნელოვანია, ასევე ნათლობა, ყველა დიდი ღონისძიება, რაც ჩვენს მომხმარებელს დაინტერესებს და ასევე რა ღონისძიებებსაც გეგმავს. ღონისძიებების მიმართულებით ანუ ივენთ მენეჯერი თქვენ თავად ყავთ ადგილზე თუ მოსული მომხმარებელი ვთქვათ თავის გუნდთან ერთად მოდის? ჩვენ გვყავს ჩვენი ივენთ მენეჯერი და შესაბამისად დიზაინი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ასევე თუ ჩვენი მომხმარებლის სურვილია, შეუძლია თავად მოიყვანოს და უკვე თვითონ შეარჩიოს ივენთ მენეჯერი და გაფორმება, რომელიც მას სურს. მეტწილად რა ღონისძიებები იმართება ხოლმე? დაბადების დღე, ქორწილი, უფრო მოთხოვნა რაზე? ამ სივრცეში ყველაზე ხშირად ქორწილი იმართება. და რამდენი ადამიანი ედავა? 130 პერსონას იტევს ეს დარბაზი და ძირითადად ჩვენი სივრცეც ორიენტირებულია არა დიდ ქორწილებზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოში უყართ ხოლმე დიდი ქორწილების გადახდაც, მაგრამ უკვე ტენდენცია არ არის პატარა. ასოციაციც არ არის, კი, ტენდენცია ესეთია, რომ უკვე აღარ არის პატარა 120 პერსონაც. ახლა შემიძლია ქაურობა ისე დავტოვო, რომ აი ის იმერული ოდა არ ნახოთ, არ შევიჭრი და იქით გადავინაცვლოთ და ალბათ იქ ბატონი ილია დაგვხვდება ისევ და გაგვაცნობს იქაურობას. გადმოვინაცვლე სივრცეში, რომელიც ყველაზე ავთენტური და სახასიათოა ქაურობისთვის. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება 200 წლის ოდაში. კი, თქვენმა მეუღლემ მოგვიყვა, რომ ეს ოდა დაშლ მდგომარეობაში ჩამოიტანეთ და აქ აიწყო. კი, ეგრე იყო. ეს ამ საერთოდ ჩვენი მეღვინეობის ისტორია იწყება ამ სახლით. ჩვენ მოგვიწია დასავლეთში, ესე ვთქვათ, ცეირნოვდით ოჯახის წევრები და ერთ-ერთ რაიონში რომ მივდიოდით, დავინახე ეს ხის სახლი და უცებ გავაჩერეთ მანქანა და შევედით. ამ სახლში შევედით და ესე უცებ და შევედით და ვათვალიერებ და მიტოვებული ვით იყო, მაგრამ იყო ულამაზესი ადგილას, ულამაზესი ეზოში და უცებ ხალბატონი შემოდის ამ სახლში და გვეუბნება რომ ხო არ იყიდით ამ სახლს. უпроსტად ისტორია იყო რომ შემოვიდა, მე ვუთხარი რომ ჩვენ აქ არა ისე შემოვედით დასათვალიერებლად არაფერს არ ვაფუჭებთ, იმიტომ რომ ბავშვებით ვიყავით და ამ ქალბატონმა მითხრა არაშუო, როგორ გეკადრებათ, თელი საქართველო ამ სახლში დადის ანახავათო რა და უცებ ესე რაღაც აინთოს ეს გონებაში. რაღაცა თან მაშინ მეღვინეობით ვიყავი დაინტერესებული და
რატომღაც შევიძინეთ ეს სახლა რომ წახვიდე და უცებ ან რაღაცა ნივთი იყიდო ასე სპონტანური გადაწყვეტილებით უცებ ადგილზე ვერ მოახერხეთ შეძენა ფაქტობრივ ძალიან რთული აღმოჩნდა ამ სახლის გადმოტანა აწყობა ყველა სათითაო ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფიცარი დაინომრა და ასე უცვლელად გადმოვიდა ზუსტად იგივე ვიზუალით აიწყო ერთადერთი არის რაღაცა დეტალები რომელსაც ვერ შეკეთდა და ჩაენაცვლა სხვა შესაბამისი და მე ინტერიერი ალბათ ისევ თქვენი მეუღლის ინტერიერი რა თქმა უნდა მის დამსახურება კი ეს 5 წლის მანძილზე 6 წლის მანძილზე რასაც ვაკეთებდით ეტაპობრივად ვაკეთებდით ამის შესყიდვას ზოგს ჩუქრინდნენ ზოგს იმავე სახლიდან წამოვიღეთ სადაც იყო ეს სახლი და მე უკვე რესტავრაციაშიც ესეც ჩვენი ძალებით ასე უნდა ვთქვა რომ შევისყიდეთ ეს ეგრეთ წოდებული დანადგარები წვიმიანი დანადგარები და ჩვენი ძალებით ვაკეთებდით ყველაფერს ზამთარში რამდენად ფუნქციურია ეს კონკრეტული ადგილი? ზამთარში ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას, რამოდენიმე ადგილზე ბუხარიც გვაქვს, რომელიც უფრო სიმყუდროვეს და უფრო სილამაზეს და ატმოსფეროს კრავს კიდე. ახლა აუცილებლად უნდა შემაჭირდეთ სამზარეულოში თქვენ შეფთან. ძალიან დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი თქვენი კერძებიც ავთენტური და სახასიათოა. დიახ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რომ ქართული გემოები შეგვენარჩუნებინა, გაგვეცოცხლებინა რამოდენიმე ძველი კერძი, რომელიც ჩვენთან ცირთად რომელი კუთხის სამზარეულო გაქვთ? ასე ვერ ვიტყვით, შერეულია, ანუ როგორც დაწყებული დასავლეთიდან, დამთავრებული აღმოსავლეთი, სხვა რეგიონის კერძებიც გვაქვს და შეგვიძლია რომ დავუყენოთ. თქვენ შეფთან ერთად მოხდა ამის შედგენა და დაგეხმარნენ ადამიანები რადგან ჩვენი იდეით შეფმა უკვე გაუკეთა თავისი გარდასახვა და ამის შემდეგ უკვე ერთობლივი გადაწყვეტილები და გემოების ერთობლივი თანხმედრით მივიღეთ უკვე მენიუში. მაშინ გაგვაცანით თქვენი შეფი. ძალიან დიდი სიამოვნებით. წავიდეთ. წამოვცადეთ. გადმოვინაცვლეთ მთავარ ნაწილზე ჩვენი შეფსარეული გვიმზადებს კერძს და მოგვიყევით რა კერძია და საიდან მომდინარეობს მისი იდეა. ხო, ჩვენი კერძი არის საქონლის ნეკნის სახელწოდებაც გვეუბნება რომ საფერავში მომზადებული. ამის იდეა წამოვიდა იქიდან რომ ჩვენ ერთ მხრივ ვართ მარანი, გვაწარმოებს ჩვენ ღვინოს და გვაქვს შესანიშნავი ღვინოები და აქედან გამომდინარე არ გვინდოდა რომ ეს ღვინის ხაზი სადღაც ჩაგვეგდო და გავუშვით ნეკნში და მომზადეთ ესეთი კერძი, რომელიც 24 საათიანი მომზადების წესით მზადდება, ესე ვთქვათ, ანუ სახლში ვერ მომამზადებთ ამას. ძალიან გაგიჭირდებათ. ჯობია თქვენთან მოვიდეთ და გესტურებთ. კი ბატონო, სახლში მომზადებას დამერწმუნეთ ჩვენთან მომზადეთ, დააგემონოთ, ისიამოვნოთ, ღვინით, კერძით, გარემოთი, ცოცხალი მუსიკით და რა ვიცი, ყველაფერი კარგით, ესე ვთქვათ. კაი, დავიწყოთ ახლა ჩვენ კერძის აწყობა. შემადგენლობა რო გავიაროთ უცბად, პიურე, ანუ ჩვენი მომზადებული პიურე, ეს არის კოწახურის соуსი საფერავი არის საქართველოს დომინანტი და ეს არის თვითონ ნახევრად მზა კერძი, ესე ვთქვათ, რომელიც ანუ 24 საათიანი დავარგებით კეთდება. უბრალოდ ეს წყალში მე ვადუღებთ, ცხელდება ამ პრინციპით და მიგვაქვს სტუმართან. დავიწყოთ. საინტერესო. სანამ ჩვენ პიურეს ეს სულაფროც დავაგემოვნებ. მანამდე დავდებთ ნეკნს, რომ ესეც გაგვიცხელდეს, ესე ვთქვათ. და სერვირების პროცესს რაც შეეხება. ნახევარზე გავყოფთ თეფს, რაზეც ვიშვებთ. აი ესე ლამაზად. მერე უკვე შეგვიძლია ნეკნი წამოდუღდება. გავთშავთ. ეს მზად არის, ამოვიღებთ. სანამ ამას ვამზადებთ, ასევე ჩვენ შეგვიძლია გავამზადოთ соуსი, გავაცხელოთ. დავიწყოთ. აყურებელი ვერ ვძნობს, მაგრამ საოცარი სუნი დგას აქ. ხო, სუნი კი. და გადავიღებთ ფაქიზად, იმიტომ რომ თვითონ ეს ხორცი არის. აი, მე დარწმუნებულად ნება. კი. ისეთი რბილი და ისეთი ფაფუკია, რომ ჭირდება ძალიან მოფრთხილება. ჩვეულებრივად გამოიყურება. კი ბატონო. ნაშას. ეს კიდევ ერთი შტრიხი, ესე ვთქვათ. ეხლა უკვე გადავალთ соуსზე, რომელიც
ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ კერძის გემოებში. ესე იგი ამ соуსის შემადგენლობა კიდევ ერთხელ ხო, ეს არის კოწახური соуსი ქვია იდეაში. ეს არის კოწახური, საფერავი, თაფლი და ძალიან ბევრი ინგრედიენტია კიდე რომელსაც მეწილად ახლა საფერავის სუნი. კი, საფერავი და კოწახურია ძირითადი ამის ინგრედიენტი. ანუ ამ გაყოფილ მასას აი ესე გაუყოფთ, რომ სურვილის სამებრ ვიღაცას უნდა რომ აიღოს ცალკე ხორცი ან ცალკე პიურე გასინჯოს, აქედან გამომდინარე ესე გადავწყვიტეთ. ცოტა სიხალისე რო შევიტანოთ, რომ ფერიც ისეთი მიცეს, ავიღებთ მწვანე ხავს. აი ესეთ ვიზუალს და ეს არის ცხარე ზეთი, რომელიც თავის როლს ასრულებს ამ კერძში. საბოლოო ჯამში როგორი ფერადი კერძი შეგიძლიათ გემრიელად მიიღოთ. მაყურებელს ალბათ ახლა შურს ჩემი, იმიტომ რომ მე მაქვს იმის საშუალება რომ დავაგემოვნო ეს კერძი. კი ბატონო, კი. და არა მარტო ეს. მაშინ გადავდივართ ყველაზე კარგ მომენტზე, ჩემთვის ყველაზე კარგ მომენტზე და დავაგემოვნოთ კერძს. გემრიელად მიიღოთ. დავაგემოვნოთ. საოცარი კერძი, რომელსაც საოცარი სურნელი ახლავს. საოცრება. მართლა საოცრება. გადაჭარბების გარეშე საოცრება.